ამასობაში ვალები 14 მარტია და ამ ვიდეოს თემა იქნება საქართველოს სახელმწიფო ვალი. სანამ ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალთან დაკავშირებით. 8.5 მილიარდი დოლარი ქონია საგარეო ვალი ხას უსვამაკ. საშინაოც არის და საგარეოც. საგარეო ვალი ვისი გვაქვს მოკლედ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ძირითადად აზიის განვითარების ბანკის 2.2 მილიარდი, სოფლიო ბანკი და EBRD 1.6 მილიარდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, სოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ცალკეული ქვეყნების. აქ სამეული ესეა საფრანგეთის 766 მილიონი დოლარი გმართებს, გერმანიის 565, იაპონიის 123 მილიონი დოლარი. შარშანდილთან შედარებით 29 მილიონი დოლარით არის გაზრდილი საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ეს უმნიშვნელოს და არის. ხო, ამას ეხლა ბევრია თუ ეს თუ ცოტა. ამ საგარეო ვალის გარდა სახელმწიფოს აქვს შიდა ვალიც რა. აი სახაზინო ობლიგაციებს რო უშვებენ და ფინანსთა სამინისტროს სერტიფიკატებს, იმით ხდება ამ თანხების მოზიდვა. მე მგონი 10 მილიარდ დოლარზე მეტია. მაგრამ ესე ამ ციფრებით ბევრია ეს თუ ცოტა, ამის განსაზღვრა რთულია რა. ამას აქვს თავისი კრიტერიუმი რა. სახელმწიფოს ვალი დარდება მთლიან შიდა პროდუქტთან. ანუ რამდენ პროცენტში ადგენს სახელმწიფოს ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. აქ ზღვარი არის 40%. 40%-ის ზევით ითვლება, რომ ცუდია, 40-ის ქვევით ითვლება, რომ ნორმალურია რა. ცხოვრებაშიც საერთოდ სანამ ვალს აიღებთ, დათვალეთ თქვენი შემოსავალი რამდენია და სადღაც 30%-ზე მეტი სესხი არ აიღოთ, რომ მე მომსახურება არ გაგიჭირდეთ ამ პროცენტების გადახდა და რაღაცა არ გაიჭედოთ. 30 იმიტომ ვიძახი და არა 40, ჩვენ რო ვიღებთ სესხებს, იქ უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე როდესაც სახელმწიფო იღებს საგარეო ვალი იქნება თუ საშინაო. ეხლა ვნახოთ რა თანაფარდობაა ჩვენი სახელმწიფოს ვალის მშპ-სთან. 29.8%, მაგრამ ეს შარშანდელი მონაცემია, წელს 2023 მშპ გაიზარდა და მოკლედ 38%-ზე ვარ ჩამოსული. ანუ ნორმაში გვაქვს რა ეს ვალი რა, დიდი ვალი არ ქვია ამას. აი გერმანიას აქვს 62% მაგალითად, ხო? საფრანგეთს 111, ფინეთს 75. არის ქვეყნები, ვისაც უფრო ნაკლები აქვს, მაგალითად აზერბაიჯანს 21%-ია სახელმწიფო ვალი მშპ-სთან შეფარდებაში, რუსეთს აქვს 14. ან როგორც ესე აი განვითარებულ ქვეყნებს სადაც კაი ცხოვრება მაღალი აქვს ეს რა. საბერძნეთს საერთოდ 160% ქონდა მშპ-სთან შედარებით და იმიტომ იყო ეს ერთი ამბავი. აი იტალიას 135%-ია, ანუ ვალი მშპ-ზე მეტი აქვს, ისრაელს 79%. იაპონია საერთოდ 255%, ერთ-ერთი ლიდერია, ყველაზე დიდი ვალი აქვს. ამერიკასაც ძალიან მაღალი პროცენტი უნდა ქონდეს ჩემი მონაცემებით. ახალ ზელანდიას ჩვენსავით 39 ქონია, ჰოლანდიას 46. სანდარია ბაშიში საინტერესოა. შვეიცარია 37, უკრაინას 84% ქონია, ბრიტანეთს 95, ამერიკის შეერთებულ შტატებს 122%-ია. ასე რომ იმის თქმა რომ რაღაცა დიდი ვალი აქვს საქართველოს სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ იქნებოდა მართებმა.